ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ფერწერის კლასიკოსი ლადო გუდიაშვილია. ეროვნული თემატიკით გამორჩეული ნახატები, ინდივიდუალურობა, რომელიც მხოლოდ მას ახასიათებს, უნიკალური სტილისა და გამომსახველობის მხატვარი, რომლის შემოქმედებაშიც აისახა ქართველი ხალხის წარსული. მომხიბვლელი ქართული ადათ-წესებით ახსავს მხატვრის ადრეულ ნამუშევრებში დრამატული გროტესკის შერწყმულია პოეტური მისტერიის შარმთან. გუდიაშვილის თემატიკა მოიცავდა ერთის მხრივ ძველი თბილისის ბოჰემურ ცხოვრებას, მეორეს მხრივ საქართველოს წარსულის მიერ შთაგონებულ ლეგენდებსა და სიუჟეტებს. ლადო გუდიაშვილის სურათებში სადღეგრძელო განთიადისას, კინტოების კეიფი ქალთან, თევზი ცოცხალი და ხაში, ქმნის ნახატის სრულიად ახლებურ ხასიათს და ამასთანავე სრულიად ინარჩუნებს სახასიათო მხატვრული სახეების გამომსახველობას. 1926 წლიდან გუდიაშვილის მხატვრობაში კავკასიურ და სპარსულ ტრადიციებთან სიახლოვე უფრო აშკარა, ფერები კი უფრო თბილი ხდება. ამ პერიოდიდან გუდიაშვილი ხშირად იყენებს მითოლოგიურ ალეგორიებს, რომლის ცენტრშიც გრაციოზულად მომხიბლავი ქალბატონია წარმოდგენილი, როგორც იდუმალი დედამიწის ქალღმერთი. 40-იანი წლებიდან ჩნდება მის შემოქმედებაში აქამდე უჩვეულო, განწირული ადამიანის ტრაგიზმით გამშვალული ნამუშევრები, სავსე ვერაგობის, ადამიანური მანკიერების მიმართ ერთდროული გაკიცხვითა და თანაგრძნობით. მაგალითად უმწეო, ბოროტების ოჯახი. ცოტა მოგვიანებით გუდიაშვილის მხატვრობაში ჩნდება ისტორიული და ქართული ფოლკლორიდან შთაგონებული თემატიკა, ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ, ღირსეული პასუხი, არმაზის სარკოფაგიდან, დევების ქორწილი. გუდიაშვილი ასევე ცნობილია როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ლადო გუდიაშვილს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოხატვა შესთავაზა. ქაშვეთის ტაძრის საკურთხეველში ედემის ბაღის გამაერთიანებელ ფონზე გუდიაშვილმა ღვთისმშობელი ყრმით და მოციქულთა ზიარება გამოხატა, ხოლო მომიჯნავე კედლებზე მთავარანგელოზი გაბრიელი და ღვთისმშობელი ხარების სცენიდან. ამ სცენების დასრულების შემდეგ ტაძრის მოხატვა შეჩერდა და გუდიაშვილს ცენზურის დაგვიანებული რეაქცია მთელი სიმძიმით დაატყდა თავს. გუდიაშვილმა პირველი ფერადი ქართული მულტფილმის ესკიზები შექმნა. ასევე მუშაობდა როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს.